ატანებელს აითანხმებით თუ არა ელენეს? რაც ასაკში შევდივარ, ხვდები უფრო მეტად სიმშვიდის ფასს. იმიტომ რომ სიმშვიდე ყოფილა აბსოლუტურად ყველაფრის გარანტი. პირიქით კი არა, ყველაფრით კი არ მიიღწევა სიმშვიდე, არა. სიმშვიდით მიიღწევა ყველაფერი. ურთიერთობების დამთავრებას და გაგრძელებაზეა საუბარი, მაგრამ რატომღაც ყველა მივდივართ ბოლოს მაინც ქალის და კაცის ურთიერთობის დამთავრებისკენ და მე ახლის და არა. აი მეგობრებს შორის ურთიერთობა ვიღაცას წამოსწავ თქვენ შორის თანამედროვე ჩვენმა სიტუაციამ გინდათ სოფლიოში რა მოვლენებიც ვითარდება და მით უმეტეს ჩვენს ულამაზეს და სოფლიოში ყველაზე მაგარ და მშვიდობიან ქვეყანაში საქართველოში რა მოვლენებიც ვითარდება ბოლო პერიოდში ხო დამანახა ერთი ძალიან ცუდი ტენდენცია ამას გეუბნებათ კაცი რომელიც არასოდეს არ ყოფილა პირველი ურთიერთობების დამთავრებაში აი მე თამამად შემიძლია არასოდეს პირველი ნაბიჯი არ გადამიდგოს მაგრამ გარემოებათა გამო დავკარგე ბევრი ძმაკაცი, ბევრი მეგობარი, ჩემ და გასაკვირად. მათ დაკარგეს თქვენ. ხო, აი მაგდე ეხა შენ მათ დაკარგეს თქვენ. აი ამაზე ეს არის ვერ ვარ და მაგიტო ვერ გავბედე. მასე კი, ფაქტია, კი, იმიტომ რომ რაღაც მოვლენების გამო, აზრთა აიწერან საუბრობთ, განსხვავებული აზრების გამო, ეს კატასტროფა ეს არ შეიძლება და ამით სიმშვიდეს კარგავ ადამიანი და მე თანახმავარ რომ ეს ურთიერთობები ისეთი ადამიანები გაქრნენ უცებ ჩემი ცხოვრებიდან განსხვავებული აზრის ხო რა აზრებზეა საუბარი დაახლოებით ხვდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სოფლიოში მიმდინარე ამან შემაწუხა ძალიან და კიდევ უფრო მეტად მივხვდი თუ რამხელა აი დრო იკითხე თქვენ რომ გივი თქვა რომ ამ დროით შეიძლება ადამიანი პირიქით ადამიანთან ურთიერთობას უნდა ეცადოს სამუდამოდ გაუგრძელდეს ოღონდ რა თქმა უნდა პოზიტიური არ საუბრობ იმ რაღაცა ხაშორიესო ოთხიანებზე რა ქვია ურთიერთობებზე ეგეთი არ ამგონია მაგრამ შენთქმის არ იყოს, ნუ მაზოხისტი უნდა იყო, რომ ეგეთი ურთიერთობები გააგრძელო, ხო? მაგრამ რაღაცა ყოველთვის არის კატალიზატორი ურთიერთობის დამთავრებისა. რაღაცა. აი ამ რაღაცას რომ გავიგებთ რა არის, ხო? მაშინ უფრო მეტად გვექნება საფუძველი, რომ განვაახლოთ. რატო არავინ არ საუბრობთ დამთავრებული ურთიერთობების განახლებაზე? მე მქონია ესეთი შემთხვევა. დამთავრებული რომ მეგონა ურთიერთობები მეგობრული ავიღოთ თუნდაც აქ არ არის ქალის და კაცის ურთიერთობაზე საუბარი ის ურთიერთობა ახალი ტალღით დაწყებულა ახლიდან გაგრძელებულა და მივხვდი რომ რაღაცა რაც მთავრდება შეიძლება ახლიდან დაიწყოს იმიტომ რომ გადახედვა ხდება მაგრამ ხო რეფრეში განახლება თუმცა შემთხვევა რომელსაც ეს ამაზი ქალბატონი ყვება ხო აბსოლუტურად სხვა არის ეს უკვე პირად ურთიერთობებზეა საუბარი აქ შეიძლება გათიშო ახალი დაიწყო მაგრამ თლათ ბევრჯერ არა ეხა ბევრჯერ ნუ გათიშო და ბევრჯერ ნუ დაიწყო ახალი მადლობა